რა არის ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რასაც პაციენტები ტრაუმის შემდეგ უშვებენ? პაციენტების ყველაზე დიდი შეცდომა ტრაუმის შემდგომ არის, როდესაც უგულველყოფენ სიმპტომებს, რომელიც ტრაუმას მოსდევს. ამ სიმპტომების უგულველყოფა საბოლოოდ მიდის იქამდე, რომ არ ხდება სწორი დიაგნოსტირება. ან მოგვიანებით ხდება დიაგნოსტირება, რაც სამომავლოდ ქმნის უფრო მეტად დიდ პრობლემებს, ვიდრე რეალურად შეიძლება ყოფილიყო ტრაუმის შემდგომი მალევე რეაგირებით. რა არის მენჯბარძაფის სახსრის დაზიანების ყველაზე გავრცელებული მიზეზები? და ასეთ შემთხვევაში რა უპირატესობა აქვს FDA სერტიფიცირებულ იმპლანტს? მენჯბარძაფის სახსრის დაზიანების ყველაზე გავრცელებული მიზეზი კონკრეტულად აღწერილი არ არის, თუმცა ერთ-ერთი მთავარი არის დისპლაზიური დაზიანება მენჯბარძაფის სახსრის, რომელიც უფრო ბავშვობიდან მოდის, ან შეიძლება თანდაყოლილის იყოს, რაც იწვევს სახსრის სამომავლოდ მძიმე დეგენერაციულ ცვლილებებს. რაც შეეხება FDA სერტიფიცირებულ ნებისმიერ სამედიცინო მოწყობილობას, device თუ ინსტრუმენტს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც შემოდის ქვეყანაში, იყოს გადამოწმებული საერთაშორისო დონეზე. ძალიან დიდ როლს ასრულებს კონკრეტულად მენჯბარძაფის სახსრის ენდოპროტეზი ადამიანის სიცოცხლისათვის, რადგან ბევრად გაამარტივა მენჯბარძაფის პათოლოგიების მკურნალობა აღნიშნულმა სახსრებმა. ეს იყო უდიდესი ევოლუცია ორთოპედია ტრავმატოლოგიაში. რა როლი აქვს ხელოვნურ ინტელექტს ტრავმატოლოგიაში? ძალიან მნიშვნელოვანი. მკვეთრად ამცირებს გადაწყვეტილების დროს, თუნდაც მაგალითად რომ მოვიყვანოთ რობოტული ქირურგია და ენდოპროტეზირების დაგეგმვაში უკვე ძალიან დიდ როლს ასრულებს პროგრამები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე ამარტივებენ წინასწარ დაგეგმვას ოპერაციისას. ეს ნიშნავს, რომ უკვე ქირურგმა იცის ზუსტად რა ზომის იმპლანტი შეიძლება ჩასვას ოპერაციის დროს. ხშირად ახალგაზრდები ამბობენ, რომ ექიმობა რთულია და გადაწყვეტილება შეიძლება შემდგომ შეცვალონ. თუ ეს სფერო აირჩიეთ, რატომ დარჩით ამ სფეროში? ექიმობა ნამდვილად რთულია და გამოვარჩევდი ჩვენს ქვეყანაში ექიმობას განსაკუთრებით რთულია, თუმცა ექიმობას აქვს თავის ძალიან დიდი დადებითი ნიშანი. რაც არის პირადად ჩემთვის სიამოვნების მიღება. ყველა ადამიანი რაღაცით სიამოვნებას ვიღებ. მე მაგალითად გამოვარჩევდი სიამოვნების მიღებას ადამიანის ემოციით. ადამიანის ემოციას არ შეედრება, როდესაც მას თუნდაც უბრალოდ კივილის გადალახვაში დაეხმარები და გამოაჯამრთელები. ესეთი ემოციის მიღება ადამიანის სახით და თვალებით არის ყველაზე რთული. არანაირი მატერიალურით ეს შესაძლებელი არ არის, თუ რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად არ გააუმჯობესებ მისი ცხოვრებისა და სიცოცხლის ხალისს. დაუტოვეთ კითხვა შემდეგ რესპონდენტს. რა გირჩევნიათ? ტკბილი თუ მწარე?